როცა პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ეგონა რომ ყველა კოზირი მის ხელში იყო. უკრაინა ვერასდროს გადარჩებოდა და თუ კი უკრაინა წინააღმდეგობასაც გაუწევდა, რუსეთს საკმარისი ფული და ძალა ჰქონდა, რომ ბოლომდე მieყვანა საქმე. მაგრამ დრო როგორ შეიცვალა. პუტინი შაშს თამაშობდა, როცა უკრაინა ჭადრაკის გენიალურ პარტიას თამაშობდა. ახლა პუტინი გაჭედილია, გამოუვალ მდგომარეობაშია და გამოსავალი არ აქვს. ერთადერთი რაც პუტინს შეუძლია გააკეთოს უკრაინაში მოსაგებად, სწორედ ისაა, რაც რუსეთს მთლიანად გაანადგურებს. რუსეთს უკრაინაში ვერც მოგების ფასი შეუძლია გადაიხადოს და ვერც წაგების და პუტინიც ამას კარგად იცის. როდესაც მისი არმია უკრაინაში განადგურებულია, უკვე დაკარგული ხავს თითქმის 1,350,000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრს დაკარგავს, რადგან რუსეთი ნელა და მძიმე ბრძოლით მიიწევს უკრაინის ტერიტორიაზე. პუტინი დგას იმ გადაწყვეტილების წინაშე, რომლის მიღებაც არასდროს სურდა. მობილიზაცია ჰორიზონტზეა. ასე უნდა იყოს და მალე აგიხსნით რატო. ეს შესაძლო ახალი მობილიზაციის ტალღა ერთადერთი რამაა, რაც რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელების საშუალებას მისცემს, რადგან ის რეკორდული სიჩქარით კარგავს ჯარისკაცებს. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური თავიდანვე უსვამს ხაზს იმ პრობლემას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი აწყდება. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთში კადრების დეფიციტის პირობებში რუსების მასობრივი გამოყვანა ეკონომიკიდან მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა. და ეს არის დიდი პრობლემა ვლადიმერ პუტინისთვის. მობილიზაცია ნიშნავს, რომ რუსეთს ართმევენ იმ ადამიანურ რესურსს, რომელიც საჭიროა ქვეყნის სამართავად, ასევე იმას, რომ პუტინს ყოფნის საკმარისი ხორცი, რომ უკრაინაში საბქოში შეაგდოს. ეხლა ვლადიმერ პუტინი ჩიხშია. გააჩანაგებს თავის ქვეყანას ომის გასაგრძელებლად, თუ მისცემს რუსულ არმიას ნელ-ნელა განადგურდეს უკრაინული დრონების ჯონების ჯოჯოხეთური ცეცხლის ქვეშ, რომელიც ყოველდღე ეცემათ. ორივე შემთხვევაში პუტინი დამარცხდება და მობილიზაცია იქნება ამის მთავარი კატალიზატორი. United 24 მედიის ინფორმაციით უკრაინის დაზვერვამ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა უკვე რეცესიის საწყის ეტაპზეა, რადგან სტაგნაციისა და აქტიობის შენელების კომბინაცია რუსულ წარმოებას ნელ-ნელა აჩერებს. უკრაინა არტყუის. ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი მიუთითებს, რომ რუსეთი ფინანსურ უბსკრულში ეშვება და სწორედ პუტინმა ჩაუშვა საკუთარი ქვეყანა ამ მდგომარეობაში. ბზარები უკვე ჩნდება. რამაისის ანგარიში ევრონიუსმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციების 20 პაკეტმა თავისი შედეგი გამოიღო. იანვრიდან მარტამდე რუსეთის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. თავად რუსეთის ეკოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიხედვით. ეს შედეგი რუსეთისთვის პირველი ეკონომიკური შემცირებაა 2023 წლის შემდეგ და ეს ხდება იმ დროს, როცა ინფლაცია 6%-ს აღწევს. საპროცენტო განაკვეთები უზარმაზარია, დაახლოებით 15%. და კრემლი ბიუჯეტის დეფიციტის სინძიმის ქვეშ ჭრიალებს, რომელიც 60 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს დეფიციტი მხოლოდ გაიზრდება, სანამ პუტინი ომს აგრძელებს. თვითონ რუსეთის ლიდერმაც კი აღიარა პრობლემები, თუმცა მან ყველაზე პუტინური რამ გააკეთა და პასუხისგებლობა არ აუღია. ყველაფერი რაც მას შეეძლო გაეკეთებინა იყო ის, რომ თავის ახლობლებს სთხოვა აეხსნათ, რატომ ვერ ამართლებს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკა მოლოდინებს. ამ კითხვაზე პასუხი ყოველდილით თვალწინ გაქვს, როცა სარკეში იყურები. პუტინი. თუ ივარავდებთ, რომ შენს მიწისქვეშა ბუნკერებში სარკეები გაქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებია იმისა, რაც კიდევ უფრო მეტი შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით თუ პუტინი მართლაც განახორციელებს რუსეთში მობილიზაციას და გააგრძელებს ბრძოლას უკრაინაში. მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე, სანამ ეს მონაცემები საჯარო გახდებოდა, ჟურნალმა ეკონომისტმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე შევიდა იმაში, რასაც ისინი სიკვდილის ზონას უწოდებენ. გამოცემის აზრით, რუსული ეკონომიკა შეიძლება სრულად არ დაინგრეს, მაგრამ ის ვეღარასდროს აღდგება. ეს არის სიკვდილის ზონა, რომელსაც ეკონომისტი ადარებს 8000 მეტრის სიმაღლეს, რაც მთამსვლელის სხეულს ანადგურებს. ამ სიმაღლეზე ადამიანის სხეული უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე აღდგება. სწორედ ამ მდგომარეობაშია ახლა რუსეთი, ჩარჩენილი ომის დროის წარმოების დაუსრულებელ ციკლში, რომელიც პუტინმა დაავალა. ამჟამად რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ ძლივს ინარჩუნებს თავს, რადგან პუტინი გასცემს ბრძანებებს, რომლებიც მომავალში ნებისმიერი შესაძლებლობის განადგურებას იწვევს. ექსპორტი შემცირებულია, წარმოება მკვეთრად დაეცა. პუტინი მხოლოდ გარკვეულ დონემდე შეძლებს გადასახადების დაწესებას რუსეთის სუსტ ბიზნესებსა და მოსახლეობაზე, რადგან ვერ ავსებს იმ ბიუჯეტურ ხრელებს, რომლებიც თავად შექმნა ქვეყანაში. რუსეთმა ეს ყველაფერი საკუთარ თავს გაუკეთა და ახლა მოახლოებული მობილიზაცია შეიძლება გახდეს ის სასიკვდილო ზარი, რომელიც სიმბოლურად აჩვენებს, რომ რუსეთი ვეღარასდროს აღდგება. დიდი ბრიტანეთის პოლკოვნიკმა ჯობი რიმერმა ასევე გააფრთხილა, რა დესტაბილიზებელ გავლენას მოახდენს პუტინის ცუდი გადაწყვეტილებები მისი ქვეყნის მომავალზე. 13 მაისს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში დიდი ბრიტანეთის დელეგაციაში გამოსვლისას რიმერმა ყველაფერი დეტალურად ახსნა, რომ გაუნათლებელ პუტინს გაეგო. რუსეთის საკუთარი მონაცემები ამ ტენდენციას ადასტურებს. ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია, ულია. ინვესტიციები კვლავ სუსტია და მომხმარებლის მოთხოვნა ნელდება. ფისკალური ზეწოლა ძლიერდება, რადგან შემოსავლები მცირდება, ხოლო ხარჯები განსაკუთრებით თავდსფეროვით თავდაცვის სფეროში კვლავ იზრდება.
პრიმერმან განაცხადა, რომ მაშინაც კი როდესაც ნედლეულის შემოსავლები დროებით შვებას იძლევა, ისინი ვერ აგვარებენ ომით ნაკარნახევი ეკონომიკური მოდელის ღრმა სტრუქტურულ დისბალანსებს, რომელიც თავის ზღვარს უახლოვდება. პუტინი არ მოусმენს. მას არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ იცის, ამ სიტყვებს აზრი აქვს, ასევე აცნობიერებს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შეძლებს რაიმე პროგრესის მიღწევას, განადგურებული რუსეთის ეკონომიკის აღდგენისკენ, არის თავისი ჯარისკაცების უკრაინიდან გამოყვანა. მაგრამ პუტინი ამას არასდროს გააკეთებს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულება მისი მიზნების მიღწევის გარეშე იქნებოდა იმ ძლიერ კაცად ჩამოყალიბებული იმიჯის დასასრული, რომლის შექმნასაც მან 10 წლეულები დაუთმო. როგორ შეძლებს პუტინი ოდესმე საკუთარი თავი რუსეთის დამცველად წარმოაჩინოს, როცა ის უკან დაიხევს ყველაზე დიდი ომიდან, რაც რუსეთს თაობების განმავლობაში უნახავს. ეს უბრალოდ ვერ მოხდება. და ეს არის მახე, რომელიც პუტინს სულ უფრო მეტად უბიძგებს მობილიზაციისკენ, რამაც შეიძლება რუსეთის ეკონომიკის დასასრული გამოიწვიოს. ამჟამად რუსეთი სასიკვდილო მანკიერწრეშია გაჭედილი. იმისთვის, რომ ომის მანქანა არ გაჩერდეს, პუტინს რუსეთის შიდა მუშახელის დიდი ნაწილი სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის უნდა მიუძღვნას, რომელიც თავად შექმნა. ეს კი თავის მხრივ ასუსტებს სამოქალაქო ეკონომიკას. ბიზნესებს არ შეუძლიათ იმ მასშტაბით აწარმოონ პროდუქცია, რაც ჯანსაღ ეკონომიკას სჭირდება, როცა კრემლი და მისთვის სასურველი კომპანიები საომარი წარმოებისთვის ადამიანებს უფრო მეტ ფულს თავაზობენ, ვიდრე ოდესმე, რათა ისინი ქარხნებში იმუშაონ ან უკრაინაში ფრონტის ხაზზე სიკვდილზე წავიდნენ. წარმოება მხოლოდ თავდაცვის ხარჯების ზრდით ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც ხელს უწყობს დასაქმებას და აძლევს პუტინს მეტ პოლიტიკურ კონტროლს. მაგრამ ამ კონტროლს თავის ფასი აქვს. რუსეთი ახლა იმდენად არის დამოკიდებული თავდაცვის სექტორზე, რომ ომიდან გამოსვლა შეიძლება უზარმაზარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ უკუშედეგს გამოიწვიოს. ან წრეზე გამოსავალი რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი საფუძველს უყრის იმ საშინელებას, რომელიც მაშინ დადგება, როცა პუტინი გარდაულად საპირისპირო მიმართულებით წავა. გამოსვლის ნაცვლად რუსეთი მობილიზაციის ზღვარზეა. და როცა ეს მოხდება, რუსეთი ომს ერთ დიდ მიზეზის გამო წააგებს. შრომის დეფიციტი, რომელიც უკვე არსებობს, რუსეთში კრიტიკულ დონეს მიაღწევს და რუსეთი ვერ შეძლებს აღდგენას. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური ასახელებს მთავარ მიზეზებს, თუ რატომ იქნება მობილიზაცია პუტინის მიერ საკუთარი თავისთვის დაგებული ომის დამამთავრებელი მახე. გარდა იმისა, რომ პუტინი ომთან დაუკავშირებელი კომპანიებიდან კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს ართმევს, მობილიზაციისას ის რუსეთს გამოცდილებასაც ართმევს. თანამედროვე საომარი მანქანა მხოლოდ ფრონტის ხაზზე საზარბაზნე ხორცის გაგზავნას არ საჭიროებს. მას სჭირდება კვალიფიციური პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც საომარ მანქანას კულისებში ამუშავებს. ტექნიკოსები, რომლებიც სისტემებს, კომუნიკაციებსა და ელექტრონული ბრძოლის სისტემებს სულიან, აღმოჩნდებიან ფრონტზე, რათა იქ შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ისინი კვლავ შეძლებენ თავიანთი სამუშაოს შესრულებას. უბრალოდ ამას გააკეთებენ რუსეთის გარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც უკრაინა აძლიერებს დარტყმებს იმ დონემდე, რომ აპრილში განხორციელებული დარტყმების დათმების რაოდენობა თითქმის გაორმაგა მარტთან შედარებით და აგრძელებს ამ ტემპის ზრდას. რუსეთში ამ კვალიფიციურ ადამიანებს მინიმალური რისკი ემუქრებათ, მაგრამ უკრაინაში ერთი დრონიც კი საკმარისი იქნება, რომ რუსეთს კიდევ ერთი ნიჭიერი თანამშრომელი დააკარგუნოს, რომელიც აღარასდროს დაბრუნდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვეღარ გადასცემს თავის ცოდნას შემდეგ თაობას. და მთავარი აქ ისაა, რომ რუსეთმა უკვე იცის, რომ მას მუშახელის დეფიციტი აქვს. აპრილის შუა პერიოდში რუსეთის ცენტრალური ბანკის გუბერნატორმა ელვირა ნაბიულინამ გააფრთხილა, რომ რუსეთი პირველად თავის თანამედროვე ისტორიის განმავლობაში მუშახელის დეფიციტის წინაშე დგას, რაც ხდება იმ დროს, როცა ქვეყნის ეკონომიკა გადახურებული. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ისტორიულად დაბალი 2%-იანი უმუშევრობის დონე არ არის ისეთი კარგი რამ, როგორც შეიძლება ჩანდეს. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ რუსულ ბიზნესებს არ აქვთ საკმარისი კადრების არჩევანი, რის გამოც იძულებულნი არიან ხელფასები გაზარდონ, რაც თავის მხრივ წარმოების ხარჯებს ზრდის. ეს განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც 2026 წლის პირველ 2 თვეში რუსეთის ეკონომიკა 1.8%-ით შემცირდა და ისინი ფაქტობრივად გაფრთხილებაა პუტინისთვის. არ მოახდინო მობილიზაცია, თორემ ეს რუსეთის დაღუპვა იქნება. მაგრამ აქ საქმე სერიოზულ ფაზაში შედის. უნდა დავსვათ კითხვა: მოახდენს თუ არა რუსეთი მობილიზაციას? სანამ ამ კითხვას უპასუხებთ, კიდევ ბევრია მსგავსი მასალა The Military Show-ზე. თუ არხიდან ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგჩნიეთ. მას მოახდენს თუ არა რუსეთი მობილიზაციას? ამისკენ სვლა უკვე დაიწყო და ყველა ნიშანი სახეზეა. რუსეთის რიაზანის ოლქის სიღრმეში რეგიონული გუბერნატორი პაվել მალკოვი განიცდის პუტინის დაუსრულებელი ჟინის ზეწოლას. სულ უფრო მეტი ჯარისკაცი იპოვოს. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აიძულებს რიაზანში მოქმედ ბიზნესებს გამოავლინონ სამხედრო სამსახურის პოტენციური კანდიდატები, რომლებიც ამჟამად მათთან მუშაობენ. კომპანიებმა, რომლებსაც 150-დან 300-მდე თანამშრომელი ჰყავთ, უნდა გამოავლინონ 2 ადამიანი, რომლებიც უკრაინაში სამსახურს გაივლიან. იმ კომპანიებმა, რომლებსაც 300-დან 500-მდე თანამშრომელი ჰყავთ, უნდა წარადგინონ 3 ადამიანი. და ყველა კომპანიამ, რომელსაც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, უნდა წარადგინოს 5 თანამშრომლის მონაცემები. სხვა გზა არ არსებობს. ეს ფარული მობილიზაცია. და მიუხედავად იმისა, რომ რიაზანი შეიძლება იყოს პირველი, დიდი ალბათობით ვიხილავთ სხვა რუსულ რეგიონებსაც, რომლებიც მსგავს ბრძანებებს გააფორმებენ, რადგან პუტინი კიდევ უფრო მეტ ცოცხალ ძალას ითხოვს.
და კიდევ უფრო ადრე პუტინი მობილიზაციისთვის ემზადებოდა. ჯერ კიდევ დეკემბერში რუსეთის ლიდერმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რეზერვისტების სამხედრო წვრთნებზე გამოძახებას ითვალისწინებს 2026 წელს. კრელმა ასევე არავის მისცა საშუალება გაეგო ამ ბრძანების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი: რამდენი რეზერვისტი იქნება გამოძახებული წვრთნებზე და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წვრთნები. მაგრამ ჩვენ არ გჭირდება ამ რიცხვების ცოდნა. რაც აქ გვაქვს არის ის, რომ რუსეთი ამზადებს თავის რეზერვისტებს ომისთვის, რაც ზუსტად ისაა, რასაც პუტინისგან ელოდებოდი, როცა ის მობილიზაციისთვის ემზადება. გადავიდეთ 14 მაისზე, როცა ევრონიუსმა გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთ ახალ კანონზე, რომელიც პუტინმა მიიღო. რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოფიციალურად დაამტკიცა კანონი, რომელიც პუტინს საშუალებას აძლევს გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები რუსი მოქალაქეების დასაცავად საზღვარგარეთ. ეს შეიძლება ზედაპირზე მნიშვნელოვანი არ ჩანდეს. რუსეთის არმია უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან იმყოფება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ პუტინი ყოველთვის თავის შეჭრას სპეციალურ სამხედრო ოპერაციად მად მოიხსენიებდა და ყოველთვის ერიდებოდა მის ომად მოხსენიებას. რასაც ეს ახალი კანონი აკეთებს, არის ის, რომ პუტინს საფუძველს უქმნის ოფიციალურად გამოაცხადოს შეჭრა რუსი სამოქალაქო პირების დაცვის საბაბით. არ არის გადაჭარბებული ვთქვათ, რომ რუსეთი ამ ახალ კანონს შეიძლება გამოიყენოს მობილიზაციისთვის. Kyiv Independent იუწყება, რომ 2014 წელს უკანონო ანექსიის შემდეგ ყივიმში 800,000-მდე რუსი გადავიდა. პუტინს მხოლოდ ის დარჩენია, რომ განაცხადოს, თითქოს ამ სამოქალაქო პირებს მეტი დაცვა სჭირდებათ, ვიდრე უკვე აქვთ, და ეგ არის. მობილიზაცია ამ დაცვისთვის აუცილებლობად იქცევა და არა სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის. პუტინი ამზადებს ნიადაგს მოსალოდნელი მობილიზაციისთვის, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ მობილიზაცია რუსეთს მხოლოდ ეკონომიკურ უფსკროლში არ ჩააგდებს, რომელიც კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე ის, რომელშიც უკვე ჩავარდა. შრომითი რესურსის დაკარგვა მხოლოდ ერთი პრობლემაა. ამ დიდ პრობლემას უკან კიდევ რამდენიმე სხვა პრობლემა უდგას, რომლებიც ერთად რუსეთს პარალიზებას მოუტანს. სანამ ამ პრობლემებზე გადავიდოდეთ, კიდევ ერთი ნიშანია, რომ პუტინი ნამდვილად მობილიზაციის ზღვარზეა. უნდა ესმას თუ არა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთის გეგმა 2026 წელს არის კიდევ 409,000 ჯარისკაცის მოზიდვა სამხედრო ძალებში მოხალისეთა გაწვევის გზით. ეს რიცხვი ბევრ ვარაუდს ეფუძნება, მათ შორის იმასაც, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთს იმაზე მეტი დანაკარგი მიაყენოს, ვიდრე კრემლი ელოდება, და რომ რეკრუტირება რუსეთში შენარჩუნდება იმ დონეზე, რასაც კრემლი ვარაუდობს. ამ ვარაუდებიდან არც ერთი არ ჩანს, რომ ამჟამად პუტინისთვის მუშაობს. United 24 მედიის მიხედვით რუსეთმა 2026 წლის პირველ 4 თვეში დაახლოებით 130,000 ჯარისკაცი დაკარგა. ეხლა თუ ეს მაჩვენებლები სტაბილურად დარჩება, ეს წლიურად 390,000-ის დანაკარგს ნიშნავს, რასაც რუსეთის გაწვევის მიზანი სრულად ფარავს. მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა. ამჟამად რუსეთში არაფერი სტაბილური არ ხდება. როდესაც პუტინი განაახლებს შეტევას უკრაინის აღმოსავლეთზე თავისი წარუმატებელი გაზაფხულის შეტევის ფარგლებში, რუსული დანაკარგები იზრდება. მარტსა და აპრილში რუსეთმა თვეში 35,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, რაც შეადგენს 70,000, უკვე დაფიქსირებული 130,000-დან წელს. თუ უკრაინა ამ ტემპს შეინარჩუნებს 2026 წლის დარჩენილ პერიოდში, ეს ნიშნავს 350,000 ჯარისკაცის დაკარგვას 10 თვეში, პლუს 60,000 იანვარსა და თებერვალში ჯამში 400,000 დათასი დანაკარგს. ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის გაწვევის მიზანი. და ეს ვარაუდობს, რომ თვიური დანაკარგები არ გაიზრდება ზაფხულში, როცა რუსეთი მიაღწევს პიკს უკრაინაზე შეტევების რაოდენობით. ეს თავისთავად საკმარისად ცუდი იქნებოდა რუსეთისთვის ცოცხალი ძალის მხრივ, მაგრამ კიდევ ერთი საკითხიც არსებობს. 409,000 ახალი წვეული 2026 წელს ხელს მხოლოდ მიზანია. კრემლი შეიძლება დააყენოს ეს მიზანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი მას მიაღწევს. და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთი ახლოსაც არ არის იმ რაოდენობის მიღწევასთან, რაც სჭირდება. მარტის ბოლოსკენ მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი თვეში დაახლოებით 27,000 ჯარისკაცს იღებდა. თუ ამას 12 თვეზე გაამრავლებთ, მიიღებთ 324,000 ახალ წვეულს, რაც 85,000-ით ნაკლებია, ვიდრე რუსეთს სურს. თუ გაწვევის შენელებას ფრონტზე გაზრდილ დანაკარგებს დაუმატებთ, რუსეთს ცოცხალი ძალის პრობლემა ექნება. მობილიზაცია, რომელიც კიდევ უფრო გაახმავებს სამუშაო ძალის დეფიციტს და მეტ პრობლემას შექმნის რუსეთის ეკონომიკისთვის, თითქმის გარდაუვალი ხდება. მაგრამ უკვე გითხარით, რომ პუტინს კიდევ უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე მხოლოდ სამუშაო ძალის კრიზისი, რომელსაც მობილიზაციის დაწყებით გამოიწვევს. არსებობს კიდევ ორი პრობლემა, რომლებიც უკვე გამწვავებულ სიტუაციას რუსეთისთვის აბსოლუტურ კატასტროფად აქცევს, რადგან პუტინი ცდილობს თავი დააღწიოს იმ მახეს, რომელშიც თავად გაება. პირველ რიგში ემიგრაცია. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, თუ პუტინი მობილიზაციას გამოაცხადებს, დიდი ალბათობით რუსი ხალხის მასიური ტალღა დატოვებს ქვეყანას, რაც შეიძლება სწრაფად. რუსეთმა უკვე განიცადა მასობრივი ემიგრაციის მსგავსი ტალღა, რომელიც პუტინის შეჭრის დაწყებამ და 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ გამოიწვია. გამოცემა The Bell-ის ინფორმაციით, იმ ადამიანებიდან, ვინც ამ ორ მოვლენას გამოექცა რუსეთიდან, დაახლოებით 650,000 ადამიანი 2024 წლის ზაფხულშიც საზღვარგარეთ რჩებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ 650,000 ადამიანიდან ბევრმა 2 წელზე მეტი დრო გაატარა უცხოეთში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათგან ბევრი რუსეთში დაბრუნებული იყო. როგორც United 24 მედია აღნიშნავს, ამ ჯგუფის გარეთ მყოფთაგან, ვინც თავდაპირველად გაიქცა, ზოგიერთები დაბრუნდნენ. მაგრამ თუ პუტინის სრულ მობილიზაციას გამოაცხადებს, დიდი ალბათობით ისინი 100,000-ებთან ერთად, თუ არა მილიონებთან ერთად, შეეცდებიან დროულად დატოვონ ქვეყანა, სანამ მათ გაწევას გამოაცხადებენ. Რამდენად წარმატებულები იქნებიან ისინი, ეს დიდი კითხვა. როგორც Business Insider-მა გავრცელა, რუსეთს უკვე გამოულენია შემთხვევები, როცა 2023 წელს ზოგიერთი ოფიციალური პირის პასპორტი ჩამოართვეს, რათა მათ გაქცევა ვერ მოეხერხებინათ. და არ იქნება გასაკვირი თუ ვივარაუდებთ, რომ კრემლს ემიგრაციაზე გარკვეული აკრძალვა უკვე მზად აქვს, რათა პუტინის მობილიზაცია წარმატებით განხორციელდეს. მაგრამ ისევ, ეს არის მახი. ან რუსები რჩებიან, შესაძლოა კრემლის იძულებით და მათ უკრაინაში აგზავნიან, რაც შრომის დეფიციტს კიდევ უფრო ამძიმებს. ან ასობით 1000 ადამიანი ემიგრირებს და პუტინი მაინც იმავე შედეგს იღებს. დამსხრეული შიდა ეკონომიკა, რომელიც ვერ გადარჩება ომს, რომელსაც ის აგრძელებს. რუსული ეკონომიკისთვის ხარჯები იზრდება. და თუ ხარჯებზე ვსაუბრობთ, არის მეორე საკითხიც, რომელიც პუტინს და მის კრემლის თანამოაზრეებს მოულოდნელად დაატყდება თავს. 100,000 ჯარისკაცის მობილიზება უკრაინის ომისთვის ნიშნავს უზარმაზარი თანხების გადახდას, იმისთვის, რომ ეს ჯარისკაცები საბრძოლველად მოამზადონ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რუსეთის ფინანსური სირთულეები. ბიუჯეტის დეფიციტმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაგეგმილ დონეებს, ხოლო 100,000 მობილიზებული პერსონალის უზრუნველყოფის ხარჯები არამდგრად დანახარჯებს მოითხოვს, აცხადებს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური. სამსახური მართებულად აღნიშნავს: ყოველი ჯარისკაცი, რომელსაც რუსეთი უკრაინისთვის მობილიზებს, უნდა მიიღოს ანაზღაურება. შეიძლება მათ არ მიიღონ ის აბსურდული ხელმოწერის ბონუსები, რასაც მოხალისე ჯარისკაცები იღებენ, რომლებიც რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ფედერალურად განსაზღვრულ მინიმუმ $4,500-დან დამატებით თითქმის $27,000 აღწევს. მაგრამ თითოეული ჯარისკაცი იღებს თვიურ ხელფასს. ისინი უნდა აღიჯორონ, ფული უნდა დაიხარჯოს წვრთნებსა და ტრანსპორტირებაზე. ეს ყველაფერი ვრცელდება 100,000-ობით მობილიზებულ ახალწეულზე. ეს ყველაფერი იწყებს დაგროვებას იმ ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ებრძვის ფინანსურ სირთულეებს პუტინის დაწყებული ომის დაფინანსებაში. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი რუსეთის სიკვდილის ზონაში ყოფნის ნაწილია. ამ სპირალიდან გაქცევა შეუძლებელია. როდესაც რუსეთის სამხედრო ძალა მობილიზაციის გზით იზრდება, ამ ძალის შენარჩუნების ხარჯები მკვეთრად იზრდება. მაგრამ პუტინის მიერ რუსეთის ეკონომიკის გარდაქმნა ნიშნავს, რომ ამ ხარჯების დაფარვა შეუძლებელია. არასამხედრო წარმოება კიდევ უფრო მეტად ეცემა, რადგან მის შესანარჩუნებლად საჭირო მუშახელი იკლებს. ვინც დარჩა ვერ ავსებს უკვე არსებულ სიცარიელებს და მომავალშიც ვერ შეძლებს ამას. სამუშაო ძალის დეფიციტი სულ უფრო მძიმდება. მობილიზაცია ყველაფრის დასასრული იქნებოდა, მაგრამ არა ისე, როგორც პუტინი წარმოიდგენს. ეხლა ის ჩაფლულია ომში, რომლის მოგებისაც და წაგებისაც ფუფუნება არ აქვს. თუ მობილიზაციით მიიღებს იმას, რაც უკრაინაში უნდა, რუსეთი დარჩება მხოლოდ ჭრილად იმისა, რაც ადრე იყო. და თუ მობილიზაციას არ აირჩევს, მაშინ უკრაინა გაანადგურებს ყველაფერს, რასაც რუსეთი გაგზავნის და პუტინი მაინც წააგებს. და აი პუტინისთვის ყველაზე ცუდი ნაწილი. ის იცის, რომ ეს ყველაფერი გარდაუვალია. რუსეთში სიღრმისეული კრიზისია, რომელიც წლების განმავლობაში ხალიფდებოდა და ეს ყველაფერი პუტინის ბრალია. ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია უკრაინას ეკუთვნის. ეს ჩვენ არ ვამბობთ. აშეთეშემ ახლახან უკრაინა ევროპის ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად დაასახელა. პუტინს ეს არ მოსწონს. მას არასდროს უნდა მსგავსი რამ მოესმინა. მაგრამ არგუმენტები საფუძვლიანია. ევროპის მომავალი ახლა უკრაინაზეა დამოკიდებული და რაც პუტინისთვის ნამდვილი კოშმარია, აშშ-ს აღიარება ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა მშვიდობის მოლაპარაკებებში უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ოდესმე. ეს იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელმაც გრანდიოზული განცხადებები გააკეთა 14 მაისს Fox News-ის შონ ჰენიტისთან ინტერვიუში. მარკო რუბიომ, რომელიც სხვა ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ჩინეთში მიემგზავრებოდა Air Force One-ით, ჰენიტის უთხრა, რომ ევროპაში არც ერთი სამხედრო ძალა ახლოსაც ვერ მივა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი და მძლავრი შეიარაღებული ძალებია მთელ ევროპაში. უბრალოდ რომ ნათელი იყოს, განაცხადა რუბიო. ეს განცხადება კრემლში შოკის ტალღებს გამოიწვევს. აღიარება იმისა, რისი აღიარებაც პუტინს არასდროს სურდა შეერთებული შტატებისგან. რუბიომ რამდენიმე მიზეზი დაასახელა, თუ რატომ თვლის, რომ უკრაინა ამჟამად ევროპაში საუკეთესო მდგომარეობაშია, მათ შორის დასავლეთის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფა, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი, რომლებიც რუბიოს თქმით უკრაინას სხვებზე ძლიერს ხდის. შეუდარებელი საბრძოლო გამოცდილება და ომისადმი ასიმეტრიული მიდგომა, რომელმაც თავიდან განსაზღვრა ყველაფერი, რაც გვეგონა ვიცოდით რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაზე. დავიწყოთ საბრძოლო გამოცდილებით. უკრაინა უფრო ძლიერია, რა თქმა უნდა, იმ დიდი დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, თქვა რუბიომ და დაამატა. მაგრამ ასევე იმის გამო, რომ მათ მოიპოვეს საბრძოლო გამოცდილება. არასოდეს უნდა დააკნინოთ, რამდენად ფასეული შეიძლება იყოს ეს მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამოცდილება, როგორც თავად უკრაინისთვის, ასევე დანარჩენი ევროპისათვის.
ევროპის ქვეყნების უმეტესობას და განსაკუთრებით მათ, ვისაც მომავალში შეიძლება რუსეთის შემოჭრის მოგერიება მოუწიოს, წლები აქტიურ ბრძოლაში არ მიუღიათ მონაწილეობა. მაგალითად, ავიღოთ დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთის ბოლო მონაწილეობა დიდ ომში იყო ავღანეთში, კონფლიქტში, რომელიც 2001 წლიდან 2021 წლამდე გაგრძელდა. ვერავინ წაართმევს იმ გმირობას, რაც დიდი ბრიტანეთის ჯარისკაცებმა იმ ომში გამოავლინეს. თუმცა ეს ბრძოლა ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის ვხედავთ. ვლადიმირ პუტინის ძალები პარტიზანულ ომში არ ერთვებიან. ისინი შეუჩერებლად უტევენ, რადგან რუსეთი ასობით ათას ჯარისკაცს უთმობს გამოფიტვის კამპანიებს, რომლებიც მის მოწინააღმდეგეებს თავდაცვაზე გადასვლას აიძულებს. დიდ ბრიტანეთს მსგავსი არაფერი უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იგივე ეხება ევროპის უმეტეს ნაწილს და ევროპის უმეტეს ქრობის უმეტეს ქვეყნებს, ისევე როგორც ნატოს წევრებსაც, ეს კარგად ესმით. უკრაინის საბრძოლო გამოცდილების მნიშვნელობა დიდი ხანია აღიარებულია. რუბიო უბრალოდ ბოლოა და უკრაინისა და აშშ-ს ურთიერთობის კონტექსტში ალბათ ყველაზე ხმამაღალი ხმაა, ვინც ეს განაცხადა, მაგრამ სხვაებიც ამბობდნენ მსგავს რამეს. მაგალითად 2025 წლის დეკემბერში ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალურმა დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა რამიგიუს ბალტრინასმა შეაქო უკრაინელი ოფიცრების წვლილი ნატოს კოლექტიური სტანდარტების გაუმჯობესებაში. ნატოს უამრავი დოქტრინა აქვს, რომლებიც განსაზღვრავს თუ როგორ უპასუხებს ორგანიზაცია ისეთ ქვეყანასთან ომს, როგორიცაა რუსეთი. ბევრი მათგანი კვლავ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საჰაერო მიმართულებით. თუმცა ბალტრინასის თქმით, სწორედ უკრაინას აქვს ყველაზე მეტი გამოცდილება რუსეთთან სახმელეთო ბრძოლაში და ნატოს ამ ქვეყნისგან ბევრი აქვს სასწავლი. გადავიდეთ 2026 წელზე და ახლა ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის საბრძოლო გამოცდილება მის არმიას კონტინენტზე ყველაზე ძლიერად აქცევს. დაახლოებით ერთი თვით ადრე, სანამ რუბიო ამ განცხადებას გააკეთებდა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თქვა: ბოლო 10 წლეულებში ევროპაში არც ერთ არმიას არ ქონია ისეთი სამხედრო გამოცდილება, როგორიც უკრაინას. მერცმა ეს კომენტარები გააკეთა მაშინ, როცა ის საუბრობდა გერმანიის ინტერესზე, უკრაინასთან კოორდინაციაში იმუშაოს, რათა გერმანია მეტი გაიგოს უკრაინული სამხედრო სტრუქტურების შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინამ ბევრად მეტი იცის, ვიდრე გერმანიამ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს პუტინივით ტირანს. აპრილის 25-ს ჩეხმა სამხედრო ანალიტიკოსმა პოლკოვნიკმა ოტაკარ ფოლტინმა UKR Inform-თან განაცხადა, რომ უკრაინის პოზიციას როგორც საუკეთესოს, რაც ევროპას ყავს, ვეღარავინ უარყოფს. ჩვენ უკვე ყავს ევროპული არმია და ამ ევროპულ არმიას უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვია, განაცხადა პოლკოვნიკმა. დაიმახსოვრეთ ეს ევროპული არმიის ხსენება, რადგან ამ თემას ისევ დაუბრუნდებით. თუ უკრაინის არმიამ შეძლო რუსეთის არმიის გადაჭარბება და შეჩერება, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. და მეორე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაზე ძლიერი ევროპული არმიაა, რომელსაც აქვს უდიდესი საბრძოლო გამოცდილება და ყველაზე ძლიერი ნება, დაამატა ფოლტინმა. ეს საინტერესო საბოლოო განცხადებაა. ჩეხი პოლკოვნიკი აღნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინის გამოცდილება არ ხდის მას ევროპაში ყველაზე ძლიერს. დაუმორჩილებელი ნება ყველაფერია და უკრაინა ასე ძლიერი ბრძვის 4 წლის განმავლობაში, რადგან ერი უარს ამბობს დანებდეს დიქტატორს, რომელსაც უკრაინის განადგურება სურს. მიღწეულია კონსენსუსი. საბრძოლო გამოცდილება უკრაინის ძალის ბირთვია. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იფიქრებს, რომ ყველა ეს ებრაელი დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. მან დიდი ხანია აღნიშნა, რომ უკრაინის გმირები ქვეყნის ევროპაში ყველაზე ძლიერად გადაქცევის მთავარი ფაქტორია. ამიტომ რუბიოს, ნატოს მეთაურების, ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისას მეთაურებისა და ანალიტიკოსებისგან იგივე სიტყვების მოსმენა მისთვის სასიამოვნო იქნება. უკრაინა ახლა ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი გამოცდილება სხვებისთვისაც სასარგებლო შეიძლება იყოს. სპარსეთის ყურეში დაახლოებით 200 უკრაინელი დრონების ექსპერტი თანამშრომლობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საუდის არაბეთი და ყატარი, რათა დაეხმარონ მათ დაიცვან თავი იმავე შაჰიდის ტიპის დრონებისგან, რომელსაც რუსეთი წლებია უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. უკრაინა აყალიბებს თავს როგორც ერთ-ერთ მთავარ თავდაცვის პარტნიორად მთელ მსოფლიოში და ეს ყველაფერი გაუმდინარეობს ქვეყნის გამოცდილებიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვლადიმერ პუტინმა პანდორას ყუთი გახსნა, როდესაც უკრაინაში შეჭრა დაიწყო. ეს ყუთი ვეღარ დაიხურება, რადგან მან უკრაინა ევროპაში ყველაზე გამოცდილ საბრძოლო ძალად აქცია. თუმცა გამოცდილებას რამდენადაც მნიშვნელოვანია, უნდა ახლდეს შესაბამისი ტაქტიკა. და სწორედ აქ ამბობს რუბიო, რომ უკრაინამ ნამდვილად გამოიჩინა თავი. როდესაც მისი ჯარისკაცები და მთლიანად სამხედრო ძალა ყოველდღიურად უფრო მეტს სწავლობენ ვიდრე ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა, რადგან ისინი ჩართულნი არიან რუსეთთან ბრძოლაში, სწორედ ის თუ როგორ იყენებენ ამ ცოდნას ბრძოლის ველზე ადაპტაციისთვის, ხდის უკრაინას ისეთ ძლიერად როგორიც არის. ეჭვგარეშეა, რომ ამ ომში ბრძოლის აუცილებლობამ უკრაინელებს აიძულა შეემუშავებინათ ახალი ტაქტიკა, ახალი მეთოდები, ახალი აღჭურვილობა, ახალი ტექნოლოგიები. რაც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდულ ასიმეტრიულ ომს, განაცხადა რუბიომ და დაამატა. ეს შთამბეჭდავია, ამაში ეჭვი არ არის. და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ ცდება. უკრაინა ინოვაციების კერად იქცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო შეჭრა. იმდენად, რომ მან მთლიანად შეცვალა ყველაფერი, რასაც ვინმე ფიქრობდა ბევრად უფრო დიდი ძალისგან თავის დაცვაზე. დრონები, რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციის წინა ხაზზე არის.
სპარსეთის ყურის ქვეყნები უკრაინასთან გარიგებების დადებას ცდილობენ, რადგან იციან, რომ უკრაინის მიერ შექმნილი ჩამონგდები დრონები მათ ბევრად უფრო ხარჯეფექტიან საშუალებას აძლევს. გაუმკლავდნენ ირანულ შაჰიდის დრონებს და მათ ძვირად ღირებულ დასავლურ საჰაერო თავდაცვის რაკეტებს. უკრაინაში დრონების უპირატესობა დროთა განმავლობაში განვითარდა. თავდაპირველად უკრაინამ კომერციული დრონები ისე გადააკეთა, რომ მათ მცირე ტვირთის გადატანა და რუსული ძალების შეტევა შეძლეს. შემდეგ ეს დრონები კიდევ უფრო დაიხვეწა. საზღვაო დრონებმა უკრაინას მისცა შესაძლებლობა დაესხას გემებს, მიუხედავად იმისა, რომ მას თითქმის არ აქვს საკუთარი საზღვაო ფლოტი. მხოლოდ 16-დან 17 მაისის პერიოდში უკრაინამ თავისი დრონებით გაანადგურა რუსეთის სანაპირო დაცვის ხომალდი და კიდევ 46 სხვა ობიექტი იტყობინება TVP World. რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა გაიგო და კვლავ ხედავს, რამდენად ეფექტურია ეს დრონები. ფლოტის საბრძოლო ხომალდების მესამედი ახლა უკვე ტალღების ქვეშაა. უკრაინაში და თვით რუსეთშიც კი დრონები ასიმეტრიული სტრატეგიის ბირთვს წარმოადგენენ, რასაც რუბიო უსვამს ხაზს. უკრაინამ შექმნა განადგურების ზონები, რომლებიც ათეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული და რუს ჯარიკაცებს ფრონტთან მიახლოებამდე ანადგურებს. შორმანძილზე განხორციელებული დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე თვით რუსეთში, პუტინის საომარ მანქანას ათასობით ჭრილობით ნელ-ნელა ანადგურებს. ყველაფრის მთავარი არსი ისაა, რომ უკრაინა არასდროს ჩერდება. იქნება ეს დრონები თუ სხვა მრავალი ტექნოლოგია, რომელიც მან ასიმეტრიული სტრატეგიის საყრდენად შეიმუშავა. როგორც ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი ტრიანუს სეპა აღნიშნავს, უკრაინა ახლა იმ ცვლილების შუაგულშია, რომელიც ანცირებს იმ ჯარისკაცების რაოდენობას, რომლებიც ფრონტის ხაზზე სჭირდება. ფრონტზე უშუალო ყოფნას ახლა ანაცვლებს მონაცემთა ანალიზი, დისტანციური ოპერაციები და საინჟინრო მიღწევები, რომელთა შესახებაცაც ევროპაში არც ერთ არმიას აქამდე არ უფიქრია, რადგან ამის საჭიროება არ ჰქონდათ. სიპერი აღნიშნავს, რომ ახლა დრონები გამოიყენება ფრონტის ხაზზე უკრაინის სამიზნეების დაახლოებით 80-დან 85%-ზე. სიპერი ამატებს, რომ მხოლოდ 2026 წელს უკრაინა 8 მილიონ დრონს დაამზადებს და აგრძელებს ყველაფრის გაუმჯობესებას, რასაც ქმნის. მაგრამ უკრაინის ასიმეტრიულ სტრატეგიაში ბევრად მეტი რამ არის, ვიდრე მხოლოდ დრონები. ები. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ამ დრონების უკან დგას სხვა უპილოტო სისტემებთან ერთად, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია და უკრაინა ევროპული სამხედრო ძალის ახალ დონეზე აიყვანა. ეს ტექნოლოგია ყველაფერს ცვლის. სხვათა შორის თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა ხილაკზე დააწვეთ, რომ ყოველთვის ნახოთ ჩვენი არხის შემდეგი სიახლეები. ტექნოლოგიების მხრივ უკრაინა ხელოვნური ინტელექტის, ანუ AI-ის გამოყენებაში ლიდერობს თავს თავის ომში. აპრილის მდგომარეობით უკრაინაში 200-ზე მეტი კომპანია მუშაობს AI-თან დაკავშირებულ სამხედრო ტექნოლოგიებზე, როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს. ეს კომპანიები ერთობლივად პასუხისმგებელი არიან 300-ზე მეტ AI-თან დაკავშირებულ განვითარებაზე, რომელთაგან ბევრი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას დრონებთან, რომლებიც Brave One პლატფორმაზეა რეგისტრირებული. ეს პლატფორმა უკრაინამ შექმნა თავისი მრავალი ინოვატორის მხარდასაჭერად. სინამდვილეში მხოლოდ ეს პლატფორმაც კი იმსახურებს აღნიშვნას, როცა საუბარია უკრაინის ასიმეტრიულ სტრატეგიაზე. Brave One-ის მეშვეობით უკრაინა უზრუნველყოფს მხარდაჭერასა და დაფინანსებას თავის დეცენტრალიზებულ თავდაცვის სექტორს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინა არ გახდეს მოწყვლადი რუსეთის თავდასხმების მიმართ, რომლებიც შეიძლება მთლიანად გაანადგურონ მისი თავდაცვის ინდუსტრიის დიდინი. ყველა ვისაც კარგი იდეა აქვს, Brave One-ის გამოყენებით შეუძლია მიიღოს საჭირო მხარდაჭერა. ქვეყნისთვის, რომელიც ინოვაციებზეა დაფუძნებული, ცენტრალიზებული პლატფორმის გონიურული გამოყენება, დეცენტრალიზებული მეწარმეების მშატად ბის მხარდასაჭერად ნამდვილი გენიალურობაა. და კიდევ ბევრ რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. უკრაინის მიერ სახმელეთო რობოტიკის განვითარება ნიშნავს, რომ მანქანები ცვლიან ჯარისკაცებს წინა ხაზზე ლოგისტიკის მოსაგვარებლად და როგორც აპრილში ვიხილეთ, რუსული პოზიციების დასაკავებლადაც კი. ინტერპტორული დრონები, რომლებიც სპარსეთის ყურეში ასეთი დიდი მოთხოვნით სარგებლობენ, ნამდვილი აღმოჩენაა და მათ უკრაინას მიაღწევინა იმ დონემდე, რომ დღეს თითქმის 90% იჭერს იმ გრძელ დისტანციური დრონებისა, რომელსაც რუსეთი ყოველთვიურად უშვებს უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინა კვლავ და კვლავ ამტკიცებს, რომ ყველაზე ძლიერი ევროპული სამხედრო ძალა არა ძვირადღირებული ტექნოლოგიების განვითარებით, არამედ ეფექტური და ხელმისაწვდომი იარაღის შექმნით, რომელიც რეალურად უპირისპირდება იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი წარმოადგენს. და კვლავ დანარჩენი ევროპაც ხედავს ამ ღირებულებას. წარმოებლები როგორც დიდი, ასევე პატარა მთელ ევროპაში ახლა ცდილობენ უკრაინის დრონების განვითარების მიბაძვას, როგორც Guardian-ის Jasper Jolly 10 მაისს გაავრცელა ინფორმაცია. ის მიუთითებს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ სტარტაპზე სახელად Skycutter, რომელიც ინტერსეპტორი დრონებისთვის ფიუზელაჟებს ამზადებს 3D პრინტერების რიგის გამოყენებით. ესეთი ტიპის ბიზნესი საერთოდ ვერ იარსებებდა რუბიოს მიერ აღნიშნული ომის ასიმეტრიული მიდგომის გარეშე. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ კომპანიებიდან, რომლებიც მთელ ევროპაში ან უკრაინით შთაგონებულნი არიან, ან პირდაპირ მასთან ერთად მუშაობენ, რათა თავიანთი ქვეყნები პუტინის ტიპის ომისთვის მოამზადონ. ეს ფაქტი თავისთავად ამტკიცებს, რომ უკრაინის ასიმეტრიული მიდგომა ევროპისთვის შეუფასებელი ღირებულებისაა, ზუსტად ისე, როგორც რუბიო ამბობს. მაგრამ გადავიდეთ კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა. ის აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროპის ძლიერ ძალად იქცა, ნაწილობრივ იმის გამო, თუ რა მასშტაბის სამხედრო დახმარება მიიღო პარტნიორებისგან აშშ-ში და ევროპულ კონტინენტზე.
რუბიო არ ცდება, როცა ამას აღნიშნავს. კილის ინსტიტუტისა და მისი უკრაინის მხარდაჭერის ტრეკერის მიხედვით, უკრაინა მას შეშუსგან თითქმის 134 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, ხოლო ევროპიდან დამატებით 241 მილიარდი დოლარი, რომელსაც კიდევ 208 მილიარდი დოლარის დახმარება ემატება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განაწილებული. ესეთი პროგრამები, როგორიცაა ფერლი, არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ, ევროპამ და აშშ-ում ერთად იმუშაონ იმ ტიპის დასავლური იარაღის შესაძენად, რომლის წარმოებაც უკრაინას თავად არ შეუძლია. საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა პატრიოტი და თვითმფრინავები, როგორიცაა F-16, დასავლური იარაღის გამორჩეული ნიმუშებია, რომლებიც უკრაინამ აქამდე მიიღო. პირველი იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო სისტემა, რაც უკრაინას აქვს რუსეთის რაკეტური საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. ხოლო მეორე იმიტომ, რომ ის უკრაინას ჰაერში უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე მის არსენალში არსებული ნებისმიერი სხვა საშუალება. მაგრამ ამ დახმარების მიუხედავადაც კი, უკრაინა მაინც პოულობს გზებს თავისი ძალის საჩვენებლად. მოდით მაგალითად ავიღოთ F-16-ები. ეს არ არის ახალი დასავლური თვითმფრინავები. უკრაინა ფაქტობრივად იღებს იმ ქვეყნებიდან ჩამოწერილ თვითმფრინავებს, რომლებმაც უკვე სხვა გამანადგურებლებზე გადაინაცვლეს. ეს არ არის კრიტიკა. უკრაინა აფასებს თავის F-16-ებს. მაგრამ აქ წამოიწევს ის საბრძოლო გამოცდილება, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, რადგან უკრაინა დასავლეთს აჩვენებს, რომ მის მოძველებებულ პლატფორმებსაც კი ჯერ კიდევ აქვთ ღირებულება. უკვე 2024 წლის დეკემბერში, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც უკრაინამ მიიღო თავისი F-16-ები, ქვეყნის ერთ-ერთმა პილოტმა მსოფლიოში პირველად შეძლო ერთ საბრძოლო გაფრენაში 6 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო. ეს ისეთი მიღწევაა, რომელსაც მხოლოდ ის ქვეყანა შეძლებს, რომელიც თავისი სამხედრო ძალის ევროპაში საუკეთესოდ გადაქცევაზეა კონცენტრირებული. უკრაინამ ასევე მოირგო დაბალ სიმაღლეზე ფრენა თავის F-16-ების საბრძოლო გაფრენებში, რაც ეწინააღმდეგება ნატოს ყველა არსებულ სტანდარტულ დოქტრინას. რატომ? ისე და ისე ყველაფერი ადაპტაციაზეა. მაღლა ფრენა უკრაინის დასავლურ თვითმფრინავებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიმართ მოწყვეტს ხდის, მაგრამ დაბლა ფრენა უკრაინას საშუალებას აძლევს გამოიყენოს თავისი F-16-ები დარტყმებისთვის და ამავე დროს მინიმუმამდე დაიყვანოს საფრთხეები, რომლებიც მის თვითმფრინავებს ემუქრება. ეს კიდევ ერთი ტრადიციული წესების თავიდან გადაწერაა, რომელიც უკრაინიდან მოდის. ინოვაცია გამოცდილებასთან ერთად იქნება ეს სრულიად ახალი იარაღები თუ დასავლეთის მიერ მოწოდებული აღჭურვილობა. სწორედ ეს ხდის უკრაინას ევროპაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად. და სანამ გავაგრძელებთ, კიდევ ერთ გზას აღვნიშნავთ, თუ როგორ არის უკრაინა უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა. რუბიომ ეს არ ახსენა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. უკრაინას ევროპაში ყველაზე დიდი მოქმედი სამხედრო ძალა ჰყავს, რუსეთის შემდეგ. სტატისტას მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალებში 900,000 მოქმედი სამხედროა. ეს მაინც ბევრად ნაკლებია რუსეთის 1,320,000 მოქმედ სამხედროსთან შედარებით. მაგრამ თუ სამხედრო ძალას მის ყველაზე სუფთა ფორმაში შევაფასებთ, უკრაინა ბევრად უსწრებს ნებისმიერ სხვა ევროპულ არმიას. ზომას მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე რუსეთთან გვაქვს, თუ ქვეყანთან გვაქვს, თუნდაც ქვეყანამ შექმნას ასიმეტრიული ტაქტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს მას უფრო რთული ბრძოლა აწარმოოს, ვიდრე მხოლოდ ცოცხალი ძალით შეძლებდა. თუნდაც უკრაინას მოუწიოს თავისი არმიის შემცირება 600,000 ჯარისკაცამდე, როგორც ეს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 28 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში იყო შემოთავაზებული, 2025 წლის ბოლოსთვის უკრაინას მაინც ეყოლება არმია, რომელიც ორჯერ აღემატება თურქეთის არმიას, რომელიც უკრაინის შემდეგ ყველაზე დიდი არმიაა ევროპაში, რუსეთთან გამოკლებით. გამატეთ საბრძოლო გამოცდილება, ასიმეტრიული გენიალობა და დასავლური იარაღი, ასეთი ზომის არმიას და მიიღებთ ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს. ახლახან ვახსენეთ სამშვიდობო მოლაპარაკებები. შეიძლება გახსოვდეთ, რომ ამ მოლაპარაკებებს ვიდეოს შესავალშიც შევეხეთ, სადაც თქვით, რომ აშშ-ის მიოთქვით, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის ძალის აღიარება პუტინისთვის კოშმარია მოლაპარაკებების დროს. ეს მოლაპარაკებები ისე კარგად არ მიმდინარეობს, როგორც რუბიო და აშშ შოისურვებდნენ. ჰენიტისთან საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები თითქოს შენელდა, თუმცა მან კიდევ რამდენიმე საინტერესო კომენტარიც გააკეთა. პრეზიდენტს უბრალოდ სურს ომი დასრულდეს. მას გონია, რომ ეს გიჟური ომია და მართალიცაა, თქვა რუბიომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის მოლაპარაკების მცდელობებზე. ორივე მხარეს უამრავი ადამიანი იღუპება. უკრაინა 20 წელს დახარჯავს აღდგენაზე. რუსეთის ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი უზარმაზარია. ამას გარდა რუბიომ აღნიშნა, რომ რუსეთი თვეში 15,000-დან 20,000-მდე ჯარისკაცს კარგავს. ეს ჯარისკაცები არ ჭრილდებიან, აღნიშნა რუბიო. ისინი იღუპებიან, რადგან რუსეთი ომში თვეში 5-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინა. ეს კომენტარები ძალიან მარტივი მიზეზის გამო მნიშვნელოვანია. ისინი აჩვენებს პუტინს, რომ მას არ შეუძლია შეაცდინოს აშშ-ში და დააჯეროს, თითქოს უკრაინა რეალურად უფრო სუსტია, ვიდრე არის. მშვიდობის მოლაპარაკებებში უპირატესობის მოსაპოვებლად პუტინმა 2025 წლის დიდი ნაწილი დეზინფორმაციის გავრცელებაში გაატარა, რათა რუსეთი წარმოჩენილიყო როგორც ყოვლისძლე ძალა პატარა უკრაინის წინააღმდეგ. ზოგჯერ ეს მანიპულაცია თითქოს მუშაობდა. დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ომს აგებს რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1% მოახერხა წაეღო ერთ წელიწადში. თუმცა ამავე დროს რუსეთმა სავარაუდოდ 415,000 ჯარისკაცი დაკარგა. ეს ომის მოგება არ არის, ეს არის ნელი სვლა იმ იმედით, რომ შეძლებ მოლაპარაკებას მშვიდობის შესახებ, რომელიც რეალურად არ ასახავს იმას, რაც ბრძოლის ველზე ხდება. პუტინმა სცადა შეექმნა ნარატივი, რომელიც უბრალოდ არ არსებობდა.
ეხლა რუბიო გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინას ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. ეს ნარატივი დაინგრა. აი რატო არის აშტერში სახელმწიფო მდივნის სიტყვები ასეთი კოშმარი პუტინისთვის? მაშინაც კი როცა ახლა საუბრობს იმაზე, რომ ხედავს მის მიერ დაწყებული შეჭრის დასასრულს, პუტინს უწევს შეეგუოს ფაქტს, რომ ამერიკელებს ვეღარ მოტყუებს. ქვეყანა, რომელმაც თავი მთავარი შუამავლის როლში წარმოაჩინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ახლა უკვე უდაოდ იცის, რომ უკრაინა არ არის სუსტი ქვეყანა, როგორც პუტინი ცდილობს წარმოაჩინოს. უკრაინა ძლიერია, უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა ევროპაში და ამას შეერთებული შტატებიც აღიარებს. შემდეგ ჯერზე, როცა მისი დელეგატები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, ვეღარ შეძლებენ უკრაინის დამარცხების გარდაუვალობაზე საუბარს. რუბიო და მისი თანამემამულეები ამას კარგად ხედავენ. ისინი ხედავენ ზიანს, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ადგება. ისინი ხედავენ სიკვდილის მასშტაბებს და იმას, რომ დანაკარგების მხრივ რუსეთი უკრაინას ჩამორჩება. და ისინი ხედავენ უკრაინის სამხედრო ძალას, ასიმეტრიულ ძალას, რომელიც გადაიქცა არმიად, რომელიც მთელი ევროპის უსაფრთხოების ცენტრალურ ნაწილად იქცა. ბარათები აღარ არის პუტინის ხელში და რაც შეეხება უკრაინის ძლიერებას, ის უკვე იწყებს შედეგის მოტანას. ჩვენ ამას ხედავთ აშეჩერშის შეფასებაში და ყველაფერში, რასაც უკრაინა აკეთებს, რათა გახდეს ევროპის და სპარსეთის ორის ქვეყნების მთავარი თავდაცვის პარტნიორი. მაგრამ თვითონ უკრაინაშიც კი ეს ძალა ჩანს. რუსეთის სამხედრო ძალა ისევ რეკორდებს ამყარებს. და ეს ზუსტად ის რეკორდებია, რომელთა დამყარებაც რუსეთს არ სურს. კიდევ ერთხელ, რაღაც სერიოზულად არასწორად წავიდა პუტინის გახმაურებულ საგაზაფხულო შეტევაში უკრაინის წინააღმდეგ, რადგან დაღუპულთა რაოდენობა ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს. პუტინმა მართლაც დაუჯერებელი შეძლო. ის ნამდვილად იგებს, უბრალოდ მისი ერთადერთი გამარჯვება წაგებაშია. არ გვინდა ერთი და იგივე ვიმეოროთ იმ რეკორდებზე, რომლებიც ირღვევა, მაგრამ ყველაფერი უკვე იმდენად აბსურდულია რუსეთისთვის ამჟამად. დავიწყოთ დანაკარგებით. 2026 წლის პირველ 4 თვეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტატისტიკისასა და United 24-ის მედია ანგარიშების მიხედვით, რუსეთმა მოახერხა 130,000 ჯარისკაცის დაკარგვა, რომლებიც ან მოკოვლები იყვნენ, ან დაჭრილები. ეს თავისთავად რეკორდია. რუსეთი აღიარებს, რომ მისი ხორცსაკეპი ტაქტიკა ასეთ მასშტაბურ დანაკარგებს იწვევს, რაც სიგიჟეა. და კიდევ უფრო სიგიჟეა ის, რომ ეს ინფორმაცია რუსეთიდან გამოდის და არა უკრაინიდან, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს ციფრები შელამაზებულია. რეალური რიცხვები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. წლის 2 გაზაფხულის თვეში რუსეთმა კიდევ უფრო მძიმე რეკორდები დაამყარა, რადგან მარტსა და აპრილში მან 70,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. მარტში რუსეთმა 35,351 ჯარისკაცი დაკარგა, რომლებიც ან დაიღუპნენ, ან დაიჭრნენ, ხოლო აპრილში ეს რიცხვი 35,203 მიიღო. თუ მარტის მსგავსად აპრილსაც დამატებით ერთ დღეს დაუმატებთ, დიდი ალბათობით უკრაინა გააუმჯობესებდა იმ რეკორდს, რომელიც ერთი თვით ადრე დაამყარა. და თუ ეს ტემპი გაგრძელდება, რუსეთი მხოლოდ გაზაფხულის პირველ 3 თვეში 100,000-ზე მეტ ჯარისკაცს დაკარგავს. შეიძლება თუ არა პუტინისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს. დიახ, და ახლავე გაიგებთ როგორ. მოდით ერთი წამით მსხვერპლზე გავამახვილოთ ყურადღება. ომში ტერმინი დანაკარგი ნიშნავს ნებისმიერ ჯარისკაცს, რომელსაც ქვეყანა კარგავს. ეს მოიცავს როგორც მოკულ ჯარისკაცებს, ასევე მათ, ვინც იმდენად მძიმედ დაიჭრა, რომ ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, და ასევე ჯარისკაცებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ ან გაუჩინარდნენ. ჩვეულებრივ მსხვერპლის სტატისტიკაზე უფრო მეტად გავლენას ახდენს დაჭრილთა რაოდენობა ვიდრე დაღუპულთა. მაგალითად, ბელფერის ცენტრი ამბობს, რომ თანამედროვე სამედიცინო მიღწევებისა და უფრო გონიურული საბრძოლო ტაქტიკის კომბინაცია, როგორც წესი ნიშნავს, რომ აშშ ომებში დაჭრილთა და დაღუპულთა თანაფარდობა მერყეობს 10 დაჭრილი 1 დაღუპულზე და 17 დაჭრილი 1 დაღუპულზე. რაც შეეხება რუსეთს, უბრალოდ თქვათ, რომ მან კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და თავდაყირა დააყენა ჩვენი წარმოდგენა თანამედროვე დაჭრილთა და დაღუპულთა თანაფარდობაზე. 11 მარტის სტატიაში Kyiv Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დაზვერვამ დაადგინა. რუსეთის შიდა შეფასებით იმ დროისთვის მათი დანაკარგები 1,315,000 შეადგენდა. ეს დაახლოებით ემთხვევა იმ რაოდენობას, რასაც უკრაინა იმავე პერიოდში თავის დანაკარგება დასახელებდა. მაგრამ ამ ციფრებში მთავარი ყურადღების მიმხრობელი დეტალი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაამჟღავნა. დაფიქსირდა ცვლილება რუსული ძალების დაღუპულებისა და დაჭრილების თანაფარდობაში. დანაკარგების 100%-დან 62% დაღუპულია და 38% დაჭრილი განაცხადა ზელენსკიმ. მოდით ეს გავარკვიოთ. აშშ-ში ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფიქსირებს დაჭრილისა და დაღუპულის თანაფარდობას 10 დაჭრილი 1 დაღუპულზე. პუტინმა თქვა, დამიჭირე არაღი და შექმნა ხორცსაკეპი, სადაც რუსეთი თითქმის იმ წერტილამდე მივიდა, რომ 2 დაღუპულზე 1 დაჭრილი ჰყავს. ეს არის ისეთი ცვლილება, რომლის ნახვაც რუსეთში არავის უნდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ პუტინის არმია უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, პირდაპირ ვიდრე ისეთ დაჭრილობებს, საიდანაც მათ გამოჯამრთელება შეუძლიათ. ეს თავისთავად შექმნის ხარვეზებს რუსეთის არმიაში. და კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა და რეკორდი ირღვევა, რომელიც ამ უკვე მასშტაბური პრობლემის უკან დგას. მაგრამ სანამ იმ რეკორდამდე მივალთ, კიდევ ერთი გვაქვს. რუსეთის ტერიტორიული მიღწევები დონეცკში უფრო ძვირად უჯდებათ ვიდრე ოდესმე.
დონეცკი უნდა დაეცეს, რომ რუსეთმა დონბასის დაპყრობა გამოაცხადოს, რაც დიდი ხანია ის რეგიონია, რომელსაც პუტინი უკრაინისგან ითხოვს რუსეთზე გადაცემას, რათა მშვიდობის შეთანხმება შედგეს. პუტინის საყვარელმა პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა სულ ახლახან 13 მაისსაც კი განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები დონბასიდან, რათა მშვიდობის მოლაპარაკებებისთვის გზა გაიხსნას. მაგრამ სინამდვილეში პესკოვს სურდა ეთქვა: გთხოვთ, წადით და შეწყვიტეთ ჩვენი ჯარისკაცების რეკორდული რაოდენობით დახოცვა. United 24 მედიის მიხედვით რუსეთი იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ახლა უფრო მეტ ჯარისკაცს წირავს ნაკლები ტერიტორიისთვის, ვიდრე ოდესმე. აპრილში რუსეთმა დონეცკში სამხედრო წინსვლით მხოლოდ 53 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. ეს წინსვლა რუსეთს 25,000 ჯარისკაცის ფასად დაუჯდა, რაც ნიშნავს, რომ დონეცკის თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, რომელსაც იძენს, რუსეთი 470 ჯარისკაცს კარგავს. ეს საშინელი მაჩვენებელია. და გვაქვს ორი მათემატიკური მონაცემი, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად ცუდია ეს. პირველ რიგში, როგორ შეედრება ეს რუსეთის გასული წლის წინსვლას. მოსკოვის Times-ის მიხედვით, რუსეთმა ომის განმავლობაში ყველაზე დიდი ერთწლიანი წინსვლა მოახერხა და უკრაინისგან სულ 5600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ეწაიო. ეს ისეთი შთამბეჭდავი არ არის, როგორც ყველაზე დიდი ერთწლიანი წინსვლა ჟღერს. ეს მაინც მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის 0,94% შეადგენს. მაინც თუ ან ციფრს მივიღებთ მოცემულად და ეროვნულ ინტერესის ანგარიშთან ერთად, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა 2025 წელს დაახლოებით 415,000 ჯარისკაცი დაკარგა სიკვდილის, დაჭრის ან ტყვედ ჩავარდნის შედეგად, მივიღებთ საინტერესო თანაფარდობას დაკარგულ ჯარისკაცებსა და მოპოვებულ ტერიტორიას შორის. 2025 წელს რუსეთმა ტერიტორია მოიპოვა საშუალოდ 74,1 დანაკარგის ხარჯზე, თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე. რა თქმა უნდა, ეს ციფრები მხოლოდ დონეცკს არ ეხება. მაგრამ მაინც რუსეთი დონეცკში თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ კილომეტრზე 6-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე 2025 წელს იგივე რაოდენობის ტერიტორიის დასაკავებლად კარგავდა. ეს პუტინისთვის ახალი რეკორდია და მათემატიკა ატიკა კიდევ უფრო უარესად გამოიყურება, როცა უყურებთ დონეცკში რუსეთს კიდევ რა დარჩა დასაკავებელი. აპრილის 8-ის ანგარიში, როცა რუსეთი დონეცკში თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ 316 ჯარისკაცს კარგავდა, United 24 Media-მ თქვა, რომ დონეცკში დაახლოებით 6000-დან 7000-მდე კვადრატული მილი ჯერ კიდევ უკრაინის ხელშია. მოდით ჩვენი ბოლო დანაკარგების მაჩვენებლები თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე ამ რიცხვებში ჩავსვათ. დაბალი შეფასებით რუსეთმა დონეცკის დარჩენილი ნაწილის დასაკავებლად 2,82 მილიონი ჯარისკაცს შეიძლება დაკარგოს. მაგრამ მაღალი შეფასებით ეს რიცხვი ორივე შემთხვევაში პუტინი კიდევ ერთ რეკორდს მოხსნის, რადგან მას 2-ჯერ ან თითქმის 3-ჯერ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა მოუწევს, ვიდრე რუსეთმა აქამდე დაკარგა, მხოლოდ დონეცკის დარჩენილი ნაწილის დასაკავებლად. რაღაც ძალიან არასწორად მიდის აქ რუსეთისთვის. და პუტინისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, როცა ვიწყებთ რუსეთის რეკრუტირების განხილვას. ერთი რამ, რაც პუტინის შეჭრას 4 წელზე მეტია ინარჩუნებს, ისაა, რომ რუსეთს ყოველთვის შეძლებია უკრაინაში დაკარგული ჯარისკაცების ჩანაცვლება. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა, რადგან პუტინის შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად რუსეთს აღარ შეუძლია იმ დონეზე მოხალისეთა გაწვევა, რაც სჭირდება იმისთვის, რომ კვლავ აგზავნოს ხალხი ხორცაკებში. რამდენიმე წყარომ ეს დაადასტურა, დაწყებული რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილით დმიტრი მედვედევით. პუტინის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა მარტში განაცხადა, რომ რუსეთი ყოველ თვეში 27,000 ადამიანს იღებს სამხედრო სამსახურში. ეს იგივე მარტია, როდესაც უკრაინამ 35,000-ზე მეტი რუსული დანაკარგი დააფიქსირა, ასე რომ დანაკლისი აშკარა. Swedchi Russiaomics სამხედრო ანალიტიკოსმა იანის კლუგერმა განაცხადა, რომ რუსეთი დაახლოებით 20%-ით ჩამორჩება იმ რეკრუტირებას, რაც 2025 წელს შეძლო. რადგან ციფრები შემცირდა, დღეში პუტინის არმიაში ჩარიცხული 1000-დან 1200 კაცამდე, 800,000-მდე. და თავად ზელენსკი ამატებს, რომ რუსეთმა 2026 წლის პირველ 3 თვეში დაახლოებით 80,000 ჯარისკაცი მოახერხა რეკრუტირება, რაც დაახლოებით 9,000-ით ნაკლებია, ვიდრე იმავე პერიოდში მისი დანაკარგებია. ყველა ეს ციფრი დაახლოებით ემთხვევა ერთმანეთს. The United 24 მედიის მიხედვით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ახლა რუსეთი იმ მდგომარეობაშია, როდესაც მას ყოველთვიური რეკრუტირების დეფიციტი აქვს, რომელიც დაახლოებით 10-დან 15%-მდე მერყეობს. როგორც ჩანს, რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ ეს ტენდენცია შეცვალოს. მეტი რეკორდი ირღვევა იმ რეგიონებში, საიდანაც პუტინი რეკრუტებს, აგროებს, რადგან ერთჯერადი ხელმოწერის ბონუსები მკვეთრად იზრდება. Spiegel International იუწყება, რომ სანქტ-პეტერბურგის ზოგიერთ რეგიონში ეს ერთჯერადი ბონუსები $48,500-მდე გაიზარდა. ბელგიის ლუქსემბურგის სავაჭრო პალატა რუსეთში ამბობს, რომ რუსეთში საშუალო ხელფასი დაახლოებით $1,290-ია, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის თავაზობს ხელმოწერის ბონუსებს, რომლებიც საშუალო რუსის წლიურ შემოსავალზე 3,7-ჯერ მეტია. ეს მაინც არ მუშაობს. რეკრუტირება მიმდინარეობს, რადგან დანაკარგები იზრდება და დაჭრილთა და მოკლულთა თანაფარდობის გამო რუსეთს ვერც კი შეუძლია იმედით უყუროს ადრე დაჭრილი ჯარისკაცების ფრონტზე დაბრუნებას, რომ დანაკლისი შეავსოს. მათგან ძალიან ბევრი უკვე დაღუპულია უკრაინის ველებსა და ქალაქებში.
და უკრაინა უნდა რომ ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესოს რუსეთისთვის. ჩვენ უკვე გვისაუბრია უკრაინის თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის განცხადებულ მიზანზე. ყოველთვიურად 50,000 რუსული დანაკარგი. უკრაინა ჯერ ამ მიზანს არ მიაღწია. მას კიდევ დაახლოებით 15,000 დამატებითი დანაკარგი სჭირდება თვეში. თუმცა გაზაფხულის შეტევა უკვე მიმდინარეობს და როგორც კი ამინდი უკრაინაში გაუმჯობესდება, მოსაოდნელია რომ რუსეთის შეტევების მასშტაბი და ინტენსივობა გაიზრდება. ეს ის შედეგია, რომლის ნახვაც პუტინს სურს. მაგრამ თუ რამე გვიჩვენა უკრაინამ 2026 წლის პირველ თვეებში, ეს არის ის რის რომ მისი თავდაცვა ისეთი მასშტაბის დანაკარგებს აკენებს მოწინააღმდეგეს, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს. მეტი რუსული შეტევა ნიშნავს მეტ ისეთ რეკორდს, რომლის მოხსნაც პუტინს არ სურს. და თუ უკრაინა შეძლებს ფიოდროვის 50,000-იან მიზანს მიაღწიოს, ეს საბოლოოდ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პუტინის მიერ წარმოებული გამოფიტვის კამპანია შეუძლებელი გახდეს შესანარჩუნებლად. თუ რუსეთის პრეზიდენტი არ მიმართავს რადიკალურ ზომებს, როგორიცაა მობილიზაცია. რეკორდები პუტინისთვის უბრალოდ ერთი მეორის მიყოლებით ირღვევა. იწყებს ისეთი შეგრძნება დამეუფლოს, რომ გჭირდება გინესის რეკორდების წიგნს დაუკავშირდეთ და სპეციალური გამოცემა გამოცეთ, რომელიც მხოლოდ რუსეთის კატასტროფულ მარცხებს მოიცავს უკრაინაში. 2026 წელი ჯერჯერობით კატასტროფაა რუსეთისთვის. გაზაფხული კი განსაკუთრებით. და სულ მალე გაჩვენებთ, რამდენად ცუდად მიმდინარეობს გაზაფხული რუსეთისთვის. ასევე ორ მთავარ მიზეზს, თუ რატომ ჩამოიშალა პუტინის 2026 წლის გეგმები ასე ქაოტურად. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, გსურთ შეგახსენოთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. კიდევ ბევრია მსგავსი, ასე რომ გამოიწერეთ არხი, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი მასალა. რას ნიშნავს რუსეთის უბედური გაზაფხული პუტინისთვის? ყველა ეს ანტირეკორდი საკმარისია, რომ პუტინი გლობალურ დონეზე შეარცხვინოს. მაგრამ ის, რასაც პუტინი ახლა ზედამხედველობს, არის ყველაზე მძიმე პერიოდი, რაც რუსეთს უკრაინაში 2023 წლის შემდეგ გამოუცდია. და ეს კიდევ უფრო უარესია იმის ფონზე, რომ 2025 წელს რუსეთი თითქოს ნელ-ნელა უპირატესობას იძენდა. უნდა გვახსოვდეს, რომ 2023 წელი ასევე იყო ის წელი, როდესაც უკრაინამ რუსეთზე კონტრშეტევა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტრშეტევა საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა იმ ოპერატიული მიზნების მიღწევაში, რაც უკრაინამ დაისახა, მან მაინც შეძლო უკრაინისთვის ტერიტორიის წმინდა მოგება მოეტანა, სულ მცირე 1 ან 2 თვის განმავლობაში. თუ ეს კონტრშეტევა არ იქნებოდა, 2026 წლის პირველი რამდენიმე თვე ოფიციალურად იქნებოდა ყველაზე მძიმე პერიოდი, რაც რუსეთს ოკუპაციის განმავლობაში გამოუცდია. მოდით ცოტახნით ტერიტორიის საკითხზე ვისაუბროთ. უკრაინა კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას რუსეთისთვის, სამხრეთში კონტრშეტევით იერიშით, რომელიც პუტინის დონეცკის გეგმების ჩაშლას ისახავს მიზნად. ამ კონტრშეტევამ გაანადგურა ბუფერული ზონა, რომლის გამოყენებაც რუსეთს სურდა პუტინის, როგორ ვთქვათ, მძვინვარე, თუმცა ალბათ უფრო შესაფერისია ვთქვათ, წაბორძიკებული ძალების დასაცავად. როგორც არ უნდა იყოს, დონეცკში პუტინის წაბორძიკებული რუსული ძალები უნდა დაეცვა იმ ბუფერულ ზონას, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ეხლა უკრაინას შეუძლია ჯარები უფრო ჩრდილოეთით გაგზავნოს, ხოლო რუსეთი იძულებულია რესურსები და ჯარები გადაამისამართოს იმ შეტევის შესაჩერებლად, რომელსაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა. ამ შეტევამ უკრაინას 10 მარტისთვის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოუპოვა, იუწყება United 24 მედია. და თუ აპრილში გადავინაცვლებთ, შეტევა გაგრძელდა, რადგან რუსეთმა ტემპი შეანელა. ამან უკრაინას მისცა შესაძლებლობა პირველად 2023 წლის კონტრშეტევის შემჩეტევის შემდეგ, ან თუ აგვისტო 2024-ის კურსკში კონტრშეტევასაც ჩავთვლით, პირველად აგვისტო 2024-ის შემდეგ რუსეთისგან ტერიტორიული მოგება დაეფიქსირებინაინ. როგორც არ უნდა იყოს, ეს კიდევ ერთი რეკორდია 2026 წლისთვის, რომელიც პუტინს არ სურდა დაენახა, რადგან უკრაინა თვის ბოლოსთვის 111 კვადრატული კილომეტრით დაწინაურდა. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, შეძლებს თუ არა უკრაინა ამ გამორჩეული გარდატეხის განვითარებას მაისში. თუ რუსეთი დონეცკში თვეში მხოლოდ 53 კვადრატული კილომეტრის ასეთი ნელი ტემპით გააგრძელებს წინსვლას, ჩვენი ფსონი უკრაინაზეა. და რომ პუტინს კიდევ ერთი დარტყმა მიარყევს, ომის კვლევის ინსტიტუტმა 10 მაისის ანგარიშში რუსეთის ბრძოლის ველის პროგრესის შესახებ განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო რაიმე მნიშვნელოვანი ოპერაციული წინსვლის მიღწევა გასული წლის განმავლობაში. პოკროვსკის აღებაც კი, რომელიც ოდესღაც უკრაინისთვის პოტენციურ სასიკვდილო დარტყმად ითვლებოდა, ახლა დიდ მნიშვნელობას აღარ წარმოადგენს, რადგან რუსეთს ქალაქის აღებას იმდენი დრო დასჭირდა, რომ უკრაინამ მოახერხა თავისი ლოგისტიკის გადახალისება და დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზის იმ სასიკვდილო ხაფანგად გადაქცევა, რასაც დღეს ვხედავთ. პუტინმა თავი უნდა მოიფხანოს და იფიქროს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. თუნდაც ასე არ აკეთებდეს, პასუხები მის წინაშია. ყველაფერი მასშტაბურ დრონებზეა დამოკიდებული. FPV დრონები რუსეთის ჯარისკაცებისთვის სიკვდილის მთავარი მომტანებია. United 24 მედია ამბობს, რომ ახლა ისინი რუსეთის დანაკარგების დაახლოებით 90%-ზე არიან პასუხისმგებელნი ფრონტზე და რომ უკრაინამ ამ დრონებით მთლიანად გაავსო უკვე სასიკვდილო ზონები, რომლებიც ფრონტის ხაზის წინ და უკან ჰქონდა შექმნილი. უკრაინამ ეს ყველაფერი წინასწარ კარგად დაგეგმა. 2026 წლის დასაწყისში ევრომაიდან პრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა წლის განმავლობაში დაახლოებით 7 მილიონი დრონის წარმოებას გეგმავდა. ჰეი, შეხედე ამას, კიდევ ერთი რეკორდი, თუმცა ამჯერად ეს პოზიტიურია. ეს ასევე უკრაინის რეკორდია, რაც პუტინს კიდევ უფრო გააწითლებს სახეზე.
თუმცა მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის FPV დრონები იმ ყველაფრისთვის, რასაც ის რუსული დანაკარგების მხრივ აღწევს, ამ შოუს დაუფასებელი, მაგრამ სულ უფრო მნიშვნელოვანი ვარსკვლავები არიან საშუალო მანძილის დრონები, რომლებიც უკრაინამ შეიმუშავა. ეს დრონები უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, რომელიც მას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ჰქონდა წლების განმავლობაში რუსეთთან ომისას. შესაძლებლობა პრაქტიკულად სურვილისამებრ დაარტყას რუსულ ახლო ზურგს. ეს კონცეფცია უკრაინისთვის ახალი არ არის, თუმცა ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმებისთვის ისინი ძირითადად დასალური წარმოების სისტემებს იყენებდნენ, როგორიცაა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, ასევე ავიადარტყმებს გამანადგურებლებით, რომლებიც მართვად ბომბებსა და რაკეტებს უშვებდნენ ფრონტის ხაზის მიღმა მდებარე სამიზნეებზე. საშუალო რადიუსის ახალი თაობის დრონების შემოყვანამ უკრაინისთვის უდიდესი განსხვავება შექმნა, რადგან ისინი საშუალებას აძლევს გაანადგურონ რუსული ლოგისტიკური კვანძები, სარდლობის პუნქტები და კიდევ ბევრი სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც პუტინის ძალებს ფრონტზე უჭერს მხარს. მათემატიკა აქ ძალიან მარტივია. რუსეთი მინუს მისი ზურგი ნიშნავს რეკორდულ დანაკარგებს ფრონტის ხაზზე. მთავარი განსხვავება, რასაც უკრაინის საშუალო რადიუსის დრონები ქმნიან, ისაა, რომ ისინი უკრაინას საშუალებას აძლევს ეფექტურად და დაბალფასად დაარტყას რუსეთს ფრონტის ხაზიდან 20-დან 200 კილომეტრამდე მანძილზე. FPV დრონებს ასეთი მანძილის დაფარვა არ შეუძლიათ, ხოლო უფრო ძვირადღირებული შორ მანძილზე მოქმედი დრონები უკეთესად გამოდგებიან რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. ზელენსკი აღიარებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საშუალო რადიუსის დარტყმები. მან უკვე დაასახელა ისინი უკრაინის უმთავრეს პრიორიტეტად და ამ პრიორიტეტმა კიდევ ერთი რეკორდის დამყარება გამოიწვია. ზელენსკიმ 5 მაისს განაცხადა, რომ აპრილში უკრაინამ ამ ტიპის დარტყმების რაოდენობა გააორმაგა მარტთან შედარებით და გააოთხმაგა თებერვალთან შედარებით. აქ აშკარად მიმდინარეობს ახალი ტიპის კამპანიის მასშტაბური ზრდა, ასე რომ მაისში კიდევ უფრო მეტი საშუალო რადიუსის დარტყმების ახალი რეკორდების მოხსნას უნდა ველოდოთ. ამ ყველაფერში ჩვენ ვხედავთ რეკორდული წარმატების ნამდვილ კონტრასტს. უკრაინის რეკორდები ყველა პოზიტიურია. რუსეთის დანაკარგები რეკორდულად მაღალია, ტერიტორიული მოგებები და საშუალო მანძილზე დარტყმების რაოდენობის ზრდა. ეს ყველაფერი მიუთითებს საბრძოლო მანქანაზე, რომელსაც ინერცია აქვს. მაგრამ რუსეთის რეკორდებიდან არც ერთი არ არის კარგი პუტინისთვის. რუსეთი რეკორდული რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს, რეკორდულად დაბალია ახალწლოვანთა მოზიდვა და პირდაპირ რომ თქვათ, გაზაფხულის შეტევით ვერაფერს აღწევს. პუტინი წაგებაში იმარჯვებს. ის ასე იქცევა ომის დაწყებიდანვე, მაგრამ ეხლა ციფრები აშკარად აჩვენებს, რომ რუსეთის არმია სერიოზულ დაღმასვლაშია. ეს ყველაფერი ძალიან დამამცირებელია რუსეთის ლიდერისთვის, რომელიც საკუთარ თავს დიდ სამხედრო სტრატეგად მიიჩნევს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად შევეხეთ იმ სივრცხვილის მასშტაბს, რაც რუსეთმა ბოლო რამდენიმე თვეში განიცადა. სასწავლი კიდევ ბევრია და უკვე იმ დონემდე მივიდა საქმე, რომ რთულია უყურო, როგორ ცუდად მარცხდება რუსეთი. მაგრამ მაინც უნდა ნახოთ და ამის გაკეთება შეგიძლიათ ჩვენს ვიდეოდეოში, სადაც დეტალურად განვიხილავთ პუტინის დამცირებებს 2026 წელს. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ მეტი ჩვენი მასალა რუსეთის წარუმატებელი 2026 წლის შესახებ და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.